წმინდა ილია მართლის გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია ივერიის დაჯილდოების რიგით მე-12 ცერემონიას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა უმასპინძლა. საღამოზე პროექტის დამფუძნებელმა კონკურსის გამარჯვებულები ხელოვნების სხვადასხვა დარგში გამოავლინა. მათ შორის პროზაში, პოეზიასა და ფოტოგრაფიაში. დაჯილდოებულებს შორის იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მონაწილეები. ორგანიზატორებმა მათ სიგელები და სხვადასხვა სახის ჯილდო გადასცეს. ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები. როგორც წესი, ყოველ წელიწად ახალ-ახალი ქვეყანა გვემატება, ეს არის 5 ქვეყნის მონაწილეობა, ეს არის ცხადია მასპინძელი საქართველო, იტალია, უკრაინა, პოლონეთი, სომხეთი და თურქეთი. აბსოლუტურად ესეთი მაღალი ხარისხის შემოქმედება არის შემოსული როგორც ქართული მხრიდან, ასევე უცხოური მხრიდან. რამე თუ გვაქვს ბედნიერება და გვაქვს ერთ-ერთი მონაწილე იტალიელი ბატონი ალესანდრო რუსო, რომელიც არის იტალიის საკმაოდ ცნობილი, ასე ვთქვათ, მსახიარი მათი პოეზიის და შემოქმედების ადამიანი, რომელმაც ჩვენთვის გამონახა დრო და ჩამომბრძანდა, ეს არის ჩვენთვის დიდი პატივი. პროექტის ფარგლებში კეთდება ხოლმე დაჯილდოება არაერთ ქვეყანაში, მაგალითად გასულ წელს იყო იტალია და წლევანდელი წელი გვექნება იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სომხეთი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პრემია ივერიას გამარჯვებული ვიყო, შარშან გავიმარჯვე ნომინაციაში პოეზია. წელს წარვადგინე ჩემი ახალი კრებულის ყდის დიზაინი. ეს გახლავთ კრებული აღარმე სახელწოდებით და დიზაინი შექმნილი არის სრულიად ჩემი იდეით, თუმცა დამიხატა, რა თქმა უნდა, მხატვარმა და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ პრემია ივერია არის არა მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი, არამედ ეს არის მეგობრობის, სიყვარულის, დანათესავების დღესასწაული. წმინდა ილია მართლის გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია 2013 წელს დაფუძნდა. პროექტი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნების ყველა სფერო, მათ შორის პოეზია, არის ერთ-ერთი გზა, რომ ენობრივი ბარიერი გადაილახოს ხალხებს შორის. მე პრიზი მივიღე ჩემთვის მოულოდნელ ნომინაციაში და ვარ ძალიან ბედნიერი. ვაპირებ, რომ წავიკითხო ჩემი პოემის ნაწილი და წარმოგიდგინოთ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. ვფიქრობ, რომ ყველა არტისტისთვის უმნიშვნელოვანესია ეს პროექტი. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და საქართველოს. ვიმედოვნებ, მალე დავბრუნდები აქ. მე ვარ ნომინირებული როგორც საუკეთესო უცხოელი ფოტოგრაფი. ეს არის ჩემი ნამუშევრების გამოფენა, რომელსაც ქვია სივრცე. სივრცე არის გრძნობა, ემოცია და ოცნება. ფოტოგრაფია არის ინტერნაციონალური, რადგან მე ვარ პოლონელი, თქვენ ხართ ქართველი, მაგრამ თქვენ ჩემი სურათებით მარტივად შეგიძლიათ მიხვდეთ, თუ რისი თქმა მსურს. ძალიან ამაყი ვარ, ეს არის ჩემი პირველი ნომინაცია და ჩემი პირველი სტუმრობა საქართველოში. მადლობას ვუხდი ორგანიზატორს. პრემია ივერია წარმოადგენს ლიტერატურულ სახელოვნებო, ინტეგრირებულ საერთაშორისო პროექტს, რომლის ფარგლებშიც უკვე წლებია, რაც მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქართველი ემიგრანტები, უცხოელი შემოქმედები და მსჯავრდებულები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.